ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე გააკეთა. როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. შეხვედრაზე საქართველოს მხრიდან მწვავედ დაისვა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი რთული უსაფრთხოების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებული გარემოს საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიც აეროპორტის უკანონოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწესება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო მიმოსვლა და ელექტრომატარებლის ამოქმედება. მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი მიმდინარე წლის 11-12 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს დელეგაციისთვის ძირითადი პრინციპული საკითხები არის პირველ რიგში ექსპორტიანი შეთანხმების შესრულება და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ძალების გაყვანა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და დევნილთა დაბრუნება. შეელობა ორ ჯგუფში მიმდინარეობს, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ჯგუფში. გარდა ამ მნიშვნელოვანი საკითხებისა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განიხილება საქართველოს დელეგაციის მხრიდან პრინციპულად დგება უსაფრთხოების გაუარესებული უსაფრთხოების გარემოს საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებს გადაადგილების შეზღუდვას და ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას. მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მოლაპარაკებებზე საკითხი შეეწყო ჩვენი დევნილების უპირობო დაბრუნებას მათ საკუთარ სახლებში, აფხაზური მხარის მიერ მოხდა მოლაპარაკებების დატოვება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ადამიანის უფლებების განგრძობა დარღვევაზე, როგორიც არის საკუთრების უფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, რაც მუდმივ რეჟიმში ირღვევა, მათ შორის უკანონო გატაცებების და დაკავებების გზით და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ აი ამ დარღვევებზე საუბრობთ, აქტიურად ვეყრდნობით საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რადგან უკვე დადგენილი არის, რომ ყველა ამ დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.